ჩემი ზოგი მოტივაცია ისეთი ტრადიციული აღარ არის. აღარ მაინტერესებს ისეთი რაღაცები, რაც უმეტესობა მებრძოლებს ანაღლებთ. მებრძოლების უმეტესობა 30 მილიონზე უარს არ იტყოდა. ამას უბრალოდ არ გააკეთებდნენ. დღესდღეობით მე სხვა გეგმები მაქვს. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა. ვიბრძოლებ თუ არა ისეთ მებრძოლთან, რომელიც შთამბეჭდავია, მაგრამ ამ მომენტისთვის, რომელიც ალბათ არავის დააინტერესებს რამოდენიმე წლის შემდეგ. თუ იბრძოლებ მებრძოლთან, რომელიც ძალიან დიდი ხანია ემახსოვრებათ მსოფლიოს გარშემო. ბრაზილიელებისთვის პერეირა ნამდვილი კუმირია. ერთადერთი, რასაც ის იძახეს, არის და ხალხი გიჟდება. არც არავინ არ იცის, რას ნიშნავს ეს. ეს არის მისი X-ფაქტორი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც მინდა პერეირას წინააღმდეგ ბრძოლა. ბრენდი, რომელსაც ის წარმოადგენს და ის ენერგია, რომელიც თან ახლავს. ხალხს 5 წელზე მეტხანს დაამახსოვრდება. აი მაგალითად რომ ავიღოთ ასპინალს ახლახანს ძალიან ახლო ბრძოლა ჰქონდა და ხალხმა ის უკვე ჩამოწერა. მისი თავგადასავალი ჯერ არც კი დაწყებულა და ხალხმა უკვე გვერდი აუარა. როცა 23-ის ვიყავი მსოფლიოს საუკეთესოებს ვეჩხუბებოდი და როცა უყურებ ასპინალს, თუ ვინებმა გაანადგურეს ის ამ ასაკში. გაანადგურა ხალხმა, რომელიც არავინ იცის ვინები იყვნენ. ეს კი მაჩვენებს თუ რა არის ტომას სპინალის პიროვნების ფასადი. ფიქრობ რომ მე ის არ მჭირდება, განსაკუთრებით მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ. რო გვაჩვენებს, ჩემთვის რეალურად რო ვთქვათ, ერთი და იგივე ბრძოლაა. ფეხს ედგომში ორივე ძლიერია. ჭიდაობაში სისუსტე ორივეს აქვს. აი პერეირასთან ბრძოლა კი ბევრად უფრო მეტს მომიტანდა. კარიერის იმ ნაწილს მივახლოვდი, როცა დასაკარგი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რაიმეს მოპოვება შეიძლება. ეს უბრალოდ გულწრფელობაა და არანაირი ლაჩრობა. რაც არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი სიმართლე. ახლა უკვე თითქმის 40 წლის ვარ. ხელჩართული ბრძოლა ძალიან ფიზიკური სპორტია. არსებობს 2-3 რაღაც, რაც სწორ გადაწყვეტილებას მიმაღებინებს. გავაგრძელო ბრძოლა უბრალოდ რომ ვიბრძოლო, ამას უკვე აზრი აღარ აქვს ჩემთვის. ფულის შოვნა ხალხის ცემის გარეშეც შემიძლია. ეს გამოწვევა ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩხუბი. მაგრამ ბრძოლა თეთრ სახლში არის მიზეზი, თუ რატომაც აღარ ვარ პენსიაზე. არაფერ შუაშია ასპინალი, ან პერეირა, ან ვინმე. ეს არის თეთრი სახლი. ვიყო ამ ისტორიული ღონისძიების ნაწილი. ჩემთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რამოდენიმე მილიონი, ან კიდევ ერთი მოგება. თეთრ სახლში გახურება, ბრძოლისთვის იქიდან გამოსვლა და წარმოიდგინე ოვალური ოფისიდან გამოსვლა. თეთრი სახლის ქარზე ბრძოლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია.